დილის სამინისტრო რადიო იმედზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ, ვინც ახლა შემოგვიერთით. მისი ტექსტები არც ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური პროზა, არც ფილოსოფიური და არც ცნობიერი ნაკადი იწარმოებს დიალოგს. არატიპურმა და არასტანდარტულმა კრებულმა ლაზარემ კი ლიტერატურული პრემია საბას დაისაკუთრა და ლაზარეთი მოგბრძანდა ბატონი ოთარი. ოთარ ჯირკვალიშვილი გვყავს მწერალი გაცემაში სტუმრად. დიდი მადლობა, რომ დილა ადრიან შემოგვიერთი. და უნდა ვისაუბროთ ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე, რასაც ქვია თანამედროვე ავტორი, თანაც ქართველი, აქ კიდეს დეფინიცია უნდა გაკეთდეს და აუდიტორია, რომელსაც კითხულს ვეძახით და რომელიც იდეაში ამ ავტორს უნდა ელოდოს მუდმივად. ორი კრებული, პრინციპში ორივეს აღიარება მოყვა. და როგორც ჩანს, ოთო, შენ მიაგენი შენ საქმეს და თანაც ძალიან სერიოზული შეფასებები მოყვა შენი კოლეგების მხრიდან, კრიტიკოსების მხრიდან, მოდით ამათ ვთქვათ, ერთ და მეორე კრებულსაც. მოკლედ, დავიწყოთ მოდი კამფეტით, იმიტომ რომ მე დავპირდი მსმენელს, რომ აუცილებლად უნდა გავასინჯოთ შენი კამფეტი მათ და შემდეგ უკვე ვილაპარაკოთ ლაზარეცეც ბუნებრივია. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მსმენელს. დიახ, კამფეტი არის ჩემი პირველი კრებული. რატომ კამფეტი? რატომ კამფეტი? იმიტომ რომ ჩემს ერთ-ერთ მოთხრობას, რომელსაც მე ასე ვთქვა, ძირითადი მნიშვნელობა მივანიჭე იმ კრებულისთვის, ქვია სწორედ კამფეტი და მთელ კრებულს აქედან გამომდინარე დავარქვი კამფეტი. ეს კრებული 2014 წელს გამოიცა. 2015 წელს საბას ფინალისტთა სიაში მოხვდა, როგორც საუკეთესო დებიუტი. და ახლა რატომ კამფეტი? იმიტომ რომ ამ მოთხრობაში არის ასეთი ეპიზოდი, ბაბუას და შვილიშვილის დიალოგია. შვილიშვილი, რომელიც თხოვს ბაბუას, რომ მას ძალიან უყვარს კამფეტი, რომელიც იყიდებ ერთ-ერთ მაღაზიაში და თხოვს, რომ ეს კამფეტი უყიდოს. ხო და აქ ცოტა ისეთი მომენტი ხდება, ბაბუა რაღაცნაირად ესე უცნაურად შეეცდება, რომ შვილიშვილს რაღაცა ასწავლოს, ასე ვთქვათ, რაღაცა სიბრძნე გადაცეს და ისეუბნება, რომ მე შენ კამფეტი რომ გიყიდო შეჭმიდან ძალიან მალე და გავიწყდება. ახლა კი არ გიყიდი და ერთელი ცხოვრება გემახსოვრება, რაღაც ისეთ მომენტია. ხო და მართლაც მე შემდეგ აი ამაზე აგებული მთელი მოთხრობა, როგორ იმოქმედებს ეს თითქოს პატარა ეპიზოდი ამ ბავშვის ცხოვრებიდან შემდეგ მთელ მის ცხოვრება მომავალზე. კი ბატონო, რეალურად წარე კამფეტი გამოსულა. წარე კამფეტია, ნამდვილად ესე გამოვიდა. როგორ მიიღო ეს ციგნი კითხველმა? იყო ეს წარე თუ კენწეროში ბოლოს გატკბილდა? იცით რა მომენტია? ეხლა ზოგი გააღიზიანა მაგალითად, იმიტომ რომ მოკლედ არსებობს ასეთი კითხველის ასეთი კატეგორია, რომლებსაც არ უყვართ, ერიდებიან ისეთ წიგნებს, რომელიც მათ პრობლემას უქმნის, ასე ვთქვათ. არსებობს ესეთი წიგნები, რომელიც ძალიან კომფორტულია, მაგრამ არსებობს ესეთი წიგნები, რომლებიც პრობლემას გიქმნის. მე ასე ვთქვათ, ჩემი მიზანდასახულობა არის ყოველთვის დავწერო ისეთი ნაწარმოები, რომელიც მკითხველს პრობლემებს შეუქმნის, ასე ვთქვათ. კი ბატონო, თან ერთგვარი სტერეოტიპიც არის დამეთანხმები ოთარ, რომ ვთქვათ ბაბუამ კამფეტი აუცილებლად უნდა უყიდოს. ხო, ეს რაღაცნაირად ესე ვცხოვრობთ, ხო? და მით უმეტეს მართლა მწარე გაკვეთილი გამოვიდოდა, დარწმუნებული ვარ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ წიგნს აღიარება მოყოლოდა, შენ მეორე კრებულზე გემუშავა, რომელიც უკვე შემდეგ საბას გამარჯვებული აღმოჩნდა. როგორ ფიქრობ, ვთქვათ, როდესაც იწერება გარკვეული, ვთქვათ, მოთხრობა და ის უნდა მივიდეს აუდიტორიასთან. ავტორი ფიქრობს, რომ რა გამოხმაურება ექნება, ვთქვათ, საზოგადოებას როგორ მიიღებს თუ ძალიან დამოუკიდებელია, ვთქვათ, ამ ნაწილს მოშორებულია და ცდილობს, რომ აი სწორედ პერსონაჟებზე, ვთქვათ, აი სცენაზე, ფაბულაზე იმუშაოს ძირითადად და განავითაროს ეს. იცით რა მომენტია? არსებობს ავტორების კატეგორია, რომლებიც ამაზე ფიქრობს და ეს მე ნორმალურად მიმაჩნია, ალბათ ნუ ფიქრობდი ამაზე. მე სიმართლე რო გითხრათ, post-factum ფიქრობ ხოლმე. ანუ მე წერის პროცესში და წერის დროს
მომიტევოს მკითხველმა არ ვფიქრობ, არასოდეს არ ვფიქრობ ან საერთოდ სიმართლე რო გითხრათ, ხა მე ისეთი ტიპის პროზას წერ რომ შეუძლებელიც კია, ანუ აი როგორ უნდა ვიფიქრო და უშოთ იმაზე რომ მკითხველზე ვერც წარმომიდგენია ან რა ცვლილებები უნდა შევიტანო ტექსტში, ხა იქიდან გამომდინარე თქვათ მკითხველი როგორ აღიქვამს ამა თუ იმ პასაჟს, ხო მე ესე ვერ ვმუშაობ, არ ვიცი ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც ალბათ. თუმცა რაღაცა გავლენებისგან თქვათ ამ დროს ალბათ ავტორი თავისუფალია, ხო? თუნდაც იმ მოლოდინისგან რომ შეიძლება მას რაღაცა ხოტბაში ასხან აღმოჩნდეს გამარჯვებული, თქვათ აი ამ ნაწილს არის მოშორებული და მთლიანად თქვათ შემოქმედი არის ალბათ მე ესე წარმომიდგენია. რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ თქვათ ავტორი იქცეს მწერლად? ეს ცოტა ისეთი რთული შეკითხვა რა არის მნიშვნელოვანი ავტორი იქცეს მწერლად ალბათ ვიცით გალაქტიონის ცნობილი ფრაზა პრინციპში ის მურმალება ინძის არის, მაგრამ გალაქტიონის მიეწერება რომ პირველ რიგში ნიჭი წამიკრო ნიჭი და ნუ შრომა ანუ დააკვირდე შენს ტექსტებს და იქ აღმოაჩინო რაღაცა რითიც უკმაყოფილო იქნება. პრინციპში შენი ტექსტებით უნდა იყო კიდეც უკმაყოფილო კმაყოფილი ავტორი თავისი შემოქმედებით ვერასოდეს წერალი ვერ გახდებით ჩემი აზრით და უნდა იშრომო იმუშო ნიჭი და შრომა ალბათ ბანალური პასუხი რო გაგცეთ სხვანაირად წარმოუდგენელია რომ წერილად ჩამოყალიბდეს ადამიანი. როდიდან იწყება შენთან ამ ნიჭის და შრომის ნაზავი? ნიჭის და შრომის აი ძალიან რთულია ხა ჩემ თავზე ლაპარაკი და ჩემი თავის წარმოჩენა ისეთი თქოს ხო მაგრამ მესამე ადამიანი მე არ მყავს და ბუნებრივია მას ვერ ვკითხავ. თუმცა ორი თქვათ კრებული რომელიც გამოიცა ის ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდი მე დილიდან ეთერში და რომელსაც ორივეს აღიარება მოყვა და მე ხა მიწევდა ამ შეფასებების კითხვა როდესაც ეთერისთვის ვემზადებოდი არის მხოლოდ რაღაცნაირად დადებითი და მაქსიმალურად რაც შეიძლება იყოს თქვათ რაღაცა კოლეგიალურის თითქოს, იმიტომ რომ რაღაცა არაორდინარულს ელოდება თავად შენი კოლეგებით და აუდიტორიაც შენი შემოქმედებიდან. ეს საკმაოდ ისეთი თამასა, რა ვიცი, მაღალი მე მგონი, ხო, რომელიც შეიძლება რომ ორი კრებულის შემთხვევაში ხალხი წერს და რამდენიმე თქვათ კრებული აქვს გამოშვებული ათეულობის და არ გამოდის ხოლმე ესე. როგორ ფიქრობ თქვათ, ის გულწრფელობა, ის თქვათ რაღაცა დამოკიდებულება, როგორიც შენ გაქვს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი თქვათ თავარი მაპროვოცირებელი ამ თქვათ. იცით რა მომენტია მკითხველსა და მწერალს შორის და უბრალოდ მკითხველსა და ტექსტს შორის არსებობს რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა ურთიერთობა, ასე ვთქვათ, რაღაცა გულწრფელი ურთიერთობა მართლაც რას თქვენ აღნიშნეთ. ნებისმიერ ტექსტში მკითხველი ძალიან ადვილად გრძნობს და ცნობს, ასე ვთქვათ, მართალ სიტყვას რო რაღაც სიმართლეს, რაღაცა გულწრფელობას. ეს ამის მატარებელი თუ არ არის ტექსტი და ის თუ ხელოვნურია, ასე ვთქვათ, და აი ჩვენ რაზეც წეღავთ თქვით რომ რაღაცა გათვლილია რაღაცაზე, ხო? ასეთმა ტექსტმა შეიძლება დროებით რაღაც ეფექტიც მოახდინოს იმუშაოს, მაგრამ მე არ მჯერა ასეთი ტექსტების წარმატებულობის რაღაცას, ხო, რაღაცა პერსპექტივაში. როგორ ფიქრობ, თქვათ, ეს ტექსტები, რომელიც კეთდება, რა ტიპის, თქვათ, მასალას რა ტიპის შინაარსი რეაგირებს ყველაზე მეტად საზოგადოება? ეცით რა არის ჩემს მოთხრობებში? გინდა ყველა ეპოქას თუ რაღაცა თქვა დეკადას თავისი გავლენა აქვს, ხო? ავტორზეც, ნუ ახლა ხვდებით რომ თანამედროვე ავტორები უფრო სოციალურები არიან, ისინი წერენ იმ პრობლემებზე, რომლებიც გარეთ არის, ვთქვათ. შეიძლება ეს იყოს იმ კუთხით, რომელთაც ვთქვათ, შენ წარმოაჩენ შენს პერსონაჟებს მათ შორის ურთიერთობას. დღეს რა არის მთავარი სათქმელი, ვთქვათ, მწერლის, ავტორის მკითხველთან? ახლა ჩემს აი კონკრეტულად ჩემს ტექსტებზე თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ახლა სოციალურობას დღეს გარკვეულწილად მაინც ერთ-ერთი ტექსტი ვერ გაექცევა, ხო, რაღაცა სოციუმში არსებულ რაღაცა მტკივნეულ და პრობლემატურ საკითხებს ნებისმიერ ვარიანტში შეეხები, ხა შენ რომ ძალიან უარ გინდოდეს. მაგრამ ჩემს ტექსტებში დომინირებს რელიგიური და ფილოსოფიური თემატიკა, ასე ვთქვათ.
ну უფრო სოციალური თვალსაზრისით ახლა მე რელიგიის მისტიკური მხარე და ვიღაცის რელიგიური გრძნობები პრინციპში არ მაინტერესებს და დიდათ ამაზე არც უნდა წერდეს ჩემი აზრით ავტორი, იმიტომ რომ ეს ყველა ადამიანის პირადი საქმეა, პირადი განცდაა კი ბატონო, ხო? მაგრამ რაც შეეხება სოციუმს და რელიგიის სოციალურ როლს, ასე ვთქვათ, თუნდაც ჩვენ საზოგადოება, აი ეს აქტუალურად მიმაჩნია ნამდვილად დღესაც კი, ხო. ნუ აქ არის ისეთი ტექსტები, რომელიც შეიძლება ცოტა სკანდალურადაც მოეჩვენოს ვინმეს, ეპატაჟურადაც, მაგრამ ჩემი მიზანდასახულობა ეს არ ყოფილა. ჩემი მიზანდასახულობა ყოველთვის არის ლიტერატურა, მხოლოდ და მხოლოდ. და მე მოძრაობ ლიტერატურის ფარგლებში და რასაც კარნახობს ამ დროს, ხო, რა ვიცი, რა ქვია ამას, მუზად, ხო, მუზად აღიარებული და სინამდვილეში რა არის, რომ არ ვიცი. კაცმარიც ეს ხალხი ბატონო. მე აი ამის მიხედვით ვცდილობ რომ ვწერო, ასე ვთქვა და გამოვხატო ჩემი სათქმელი. არა რაღაცა ეპატაჟისთვის და რაღაცა ესეთი არა. ჩემთან მე ყოველ შემთხვევაში ასე მაქვს, ყოველთვის ჩაფიქრებული. თავარია ლიტერატურა, უნდა დომინირებდეს ლიტერატურა. კი ბატონო, ჩვენ ვერ ვხსნით მწერლისთვის და ავტორისთვის რა არის მუზა, მაგრამ სადგურისთვის, რადიო სადგურისთვის მუზა არის ძალიან კომერციული, ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ და დავბრუნდებით ძალიან მალე დაგველოდეთ. დილის სამინისტრო, რადიო იმედზე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მათ ვინც ახლა შემოგვიერთდით. საქართველოში 10 საათი და 33 წუთი შესრულდა და გრძელდება დილის გადაცემა. მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი გახლავთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ საუბრობთ პრინციპში მის ფილოსოფიურ და არატიპურ და არასტანდარტულ ტექსტებზე, რელიგიურზეც პრინციპში. რამდენად უნდა დაუტოვოს სივრცე მწერალმა კითხველს, რომ იაზროვნოს, თქვათ, წაყვეს მას და თუნდაც ალტერნატიული, თქვათ, მიმართულება აიჩიოს. საერთოდ არათუ სივრცე უნდა დაუტოვოს, ჩემი აზრით, ტექსტის ღირებულება სწორედ მაგით განისაზღვრება. რომ კითხველიც რაღაცა თვალსაზრისით არის ავტორი. ნუ თანამედროვე ლიტერატურული თეორიები ამაზრს იზიარებს, ასე ვთქვათ. ტექსტი უნდა გაძლევდეს საშუალებას მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები გააკეთო და კითხველის შემოქმედებითობის ძირითადი მომენტი სწორედ ამაშია, რომ ის, როდესაც კითხულობს ტექსტს, თავის ტექსტს ქმნის ამ დროს, აი ამ პროცესში, ის ჩართულია როგორც შემოქმედი. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ისეთ შეიძლება მოხდეს, რომ ეს ტექსტი ვინც დაწერა, წერალი კი არ იყოს ამ ტექსტის ავტორი. იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც კითხველზე ეს ტექსტი ზემოქმედებს და მას აღძრავს, რომ რაღაც თავისი დასკვნები გააკეთოს, სწორედ აი ეს კითხველი ამ დროს მწერალი. და რა ის ვინც, ამიტომ სახელებს და გვარებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ამიტომ არსებობს ესეთი თეორიული მომენტი კიდევ, რომ ერთ-ერთმა დიდმა მოაზროვნემ, რონალდ ბარტმა გამოაცხადა, რომ ავტორი მოკვდა, ასე ვთქვათ, ჩვენს დროში, ხო. ნუ რაღაცა თვალსაზრისით მე სწორი დებულება მგონია ეს. თანამედროვე ვთქვათ ქართულ მწერლობას რო გადავავლოთ თვალე ავტორებს, რომლებიც მუშაობენ ტექსტებზე, როგორ შეაფასებ ვთქვათ მათ მუშაობას? მე მესმის რომ ვთქვათ რაღაცნაირად არის საუბარი კოლეგებზე და მაინც ადამიანები არიან ძალიან დელიკატურები. კითხულობენ, მათ ყავთ ამ კითხველები? რა ხდება ამ ხრივ თქვა ამ როგორ გითხრათ მოედანზე არსებობს ასე თქვა ჩამოყალიბ და რაღაცა მკითხველთა გარკვეული კატეგორია სამწუხაროდ ვერ მოხდა ასე თქვა ნავსის გატეხვა რომ აი უფრო ფართო თუმცა ზოგმა მწერალმა შეძლო რაღაც თვალსაზრისით რომ თავისი ნაწარმოებები წააკითხა ძალიან ბევრ ადამიანს ნუ ბევრი ძალიან კრიტიკულად აფასებს დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებს იმას რაც ხდება ლიტერატურაში, განსაკუთრებით პროზაში, ну პოეზიაში პრინციპში მიმდინარე პროცესებს. ну ეს კრიტიკულობა ცუდი არ არის, მაგრამ მე თუ მკითხავთ, რაღაცა პოზიტიური ხდება. რაღაცა ვითარდება და ასე ვთქვათ, დადებითისკენ მიემართება. და ეს ერთი ხელის მოსმით უყვარს ხოლმე, აუ დღეს რა მწერლები არიან და ზოგს უყვარს ხოლმე ასე თქმა, მაგრამ სინამდვილეში ეს არ მგონია რომ სწორი მიდგომა იყოს. ძალიან ბევრი ღირებული და კარგი ტექსტი იწერება დღეს ქართულ პროზაში და საერთოდ ეხლა მკითხველის პრობლემა მარტო საქართველოში კი არა დღეს უკვე
ასე ვთქვათ, დრო მოიტანა, რომ თან სოფლიოში დადგა აი ეს პრობლემა. ნუ საქართველოც არ არის ასე ვთქვათ გამონაკლისი, არც ისე და არც ასე ვთქვათ, ხო? არსებობს რაღაცა სეგმენტი, რომელიც კითხავს, ხალხს ერთი დიდი პოეტი ამბობდა რაღაც თვალსაზრისით ესეთ სახუმარო ფრაზას, რომ მე გამოვიანგარიშეო და თელ მსოფლიოში ყველა ქვეყანაში პოეზიასო 1356 მკითხველი ყავს. ყველგანო არც მეტი და არც ნაკლებია, ხო? ნუ სადღაც მართალია ეს ფორმულა, ასე ვთქვათ. საშუალო არითმეტიკული გამოიყვანა. ოთარ, ჩვენ ლაზარეზე მინდა რომ ვისაუბროთ, ფაქტობრივად ეს არის მეორე კრებული, რომელმაც ლიტერატურული პრემია საბა წაგაღებინა შინ. ელოდია მას იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანები წლებია იბრძვიან საბასთვის. ძალიან მნიშვნელოვანი სახელი და გვარები არიან, ვთქვათ, და აქვთ ამბიცია რომ ასეთი ლიტერატურული პრემია, ვთქვათ, კონდეთ მოგებული, ხომ? საბა, ანუ ლიტერატურული პრემია საბა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცნაირად საქართველოში რომ გამოცოცხლდეს ლიტერატურული პროცესები ამ კონკურსის დამსახურებაც არის. რაღაც თვალსაზრისით. თუმცა საბოლოო ჯამში ახლა კონკურსი და კონკურსში მიღებული პრემია მაინც არ განსაზღვრავს საბოლოო ჯამში ლიტერატურის ავკარგიანობას. იმიტომ რომ ნობელის პრემიების ისტორიაშიც ვიცით რომ ზოგი ესეთი მწერლისთვისაც გადაუციათ რომელმაც მე ვერაფერი ვერ ქნა დღეს დაიწყებას არის მიცემული ისეთისთვის არ გადაუციათ რომელიც დღეს უდიდეს მწერლად არის მწერლებად არიან ასე ვთქვათ მიჩნეული ეს წმინდა სუბიექტური არა მხოლოდ ამ დარგშიც ვთქვათ თუნდაც კინემატოგრაფშიც იგივე პროცესებია ყველგან ესე მაგრამ თავისთავად რომ აი ამ პროცესში ესეთი დიდი პრემია შემოვიდა ასე ვთქვათ ეს პროცესი გამოაცოცხლა ეს რა თქმა უნდა ერთნიშნულად პოზიტიური მოვლენაა. რაც შეეხება იმას ახლა მე ველოდი თუ არა სიმართლე გითხრათ ველოდი და არც ველოდი ახლა არ ველოდი იმიტომ რომ თქვენ წეგან აღნიშნეთ ამ ტექსტების არასტანდარტულობა და რაღაც უცნაური ხასიათი ამ ტექსტების აქედან გამომდინარე სიმართლე გითხრათ ცოტა მეეჭვებოდა რომ აი ეს ტექსტები ასე ვთქვათ რაღაც თვალსაზრისით თავის გზას გაიკვლევდა ამ მიმართულებით მაგრამ ეს რომ მოხდა ასე ვთქვათ სასიავნოდ გაკვირვებული და გახარებული ვიყავი ну არა იმიტომ რომ აინც და მაინც როგორც ავტორს მე მომანიჭეს ეს პრემია აი ამ ტექსტებს რომ მიანიჭეს ეს პრემია ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი მომენტია აი როგორ შეიცვალა საბას აღების შემდეგ თქვა შენი ცხოვრება არა საბას აღების შემდეგ ჩემი ცხოვრება ეხლა თუ რამე შემოთავაზება ყოფილა მაგ თვალსაზრისით კი რა თქმა უნდა ეხლა იმის შემდეგ იყო უფრო მეტი ინტერვიუები უფრო მეტი აქტიობები ასე ვთქვათ საზოგადოების მხრიდან და ეს საბა ჩემმა კრებულ ელექტრონულმა კრებულმა აიღო ასე ვთქვათ საბა და შემდეგ დაინტერესდა გამომცემლობა პალიტრაელი ამ კრებულის გამოცემით და დღეს უკვე ბეჭდური სახით არსებობს ეს კრებული და ნუ ესეც ძალიან კარგი მომენტია რა თქმა უნდა ნებისმიერი მწერლისთვის ეს ესე მოხდა და კი რა თქმა უნდა იყო ეს აქტიობები და დღესაც გრძელდება რაღაც პოზიტიური მომენტი თუმცა დამეთანხმები რომ ნებისმიერი ვთქვათ აღიარება ანუ ფინალური აღიარება მაინც აუდიტორიის მაინც მკითხველის არის და მე მინდა რაღაცნაირად ვილაპარაკოთ თუ არსებობს ესე ვთქვათ აი ძალიან ზედაპირულად მითხრა ვინ არიან შენი მკითხველები ან ვინ შეიძლება გახდნენ შენი მკითხველები ვთქვათ რა ვთქვათ ფენის რა სოციალური ვთქვათ გარემოს რა ასაკის აი ესე კონკრეტულად აი რაღაცა ჩემ მკითხველთა სეგმენტზე ღრმად არ მიფიქრია სიმართლე გითხრათ მაგრამ ნუ არსებობს აი ჰერმან ჰესეს და თომას მანის მიმოწერა არსებობს ძალიან საინტერესო მიმოწერაა და იქ მიდის ზუსტად ასეთი მაქსაკითხზე მსჯელობა რომ თომას მანი მსჯელობს რომ ჩემი პროზაო ეს არის ინტელექტუალური პროზაო და მე მკითხულობს ასე ვთქვათ ინტელექტუალი მკითხველი მაგრამ მე ამითი ვერ ვიქნებიო ვერასდროს კმაყოფილიო და ნუ ეხლა ჭყალებში ამბობს რომ შეურაცხყოფ ეს თვალსაზრისით არის ძახის რა თქმა უნდა მე სულელი მკითხველიც არაგონიერი მკითხველიც მჭირდებაო ესეთ რაღაცას ამბობს ანუ
არ შეიძლება დაუშვათ რომ შენ ფიქრობდე რომ აი მე ვწერ აი რაღაცა აი ამ ჯგუფისთვის და რაღაცა ვითვალისწინებ მხოლოდ აი ამ მომენტს ხო ნუ შენ წერ იმას რასაც წერ და რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს შენს ნაწარმოებებს ეს შენთვისაც და ზოგადად ყველასთვის და ყველაფრისთვისაც ძალიან კარგია ხო ეხლა ჩემ ტექსტებზე რომ ვთქვა ხო გარკვეულ ინტელექტუალურ მომზადებას თუ აი მზაობას კითხველის მხრიდან საჭიროებს ასეთი ტექსტი რო წაიკითხოს ასეთი ტექსტები რო წაიკითხოს და აღიქვას ბოლომდე ასე ვთქვათ მაგრამ მკითხველები ვერ გაიგებენ მაგრამ ჩემი აზრით ვინც ამისთვის ასე ღრმად მზად არ არის მათაც შეუძლიათ რომ აი წეგა რო ჩვენ საუბრობდით ინტერპრეტაციის თავისუფლებაზე და აღქმის თავისუფლებაზე და რომ კითხველს შეუძლია ტექსტში დაინახოს ის რაც მას უნდა რომ დაინახოს ყველას შეუძლია ეს ყველას ხელეწიფება ასე ვთქვათ თუმცა მე არ ვიცი ხა სწორი ფორმულირება თუ არა ან განსაზღვრება ალბათ მკითხველი წერალი მაინც ყველასთვის უნდა იყოს ხო რაღაცნაირად კასტებად არ უნდა იყოს დაყოფილი ვინ არის ინტელექტუალური ვინ ნაკლებად ვთქვათ ვინ საშუალო და ვინ ახლა მაგრამ ეკო პირობითია ძალიან მაგას ვინ განსაზღვრავს ხო ახლა ესე ხო მაგრამ აი ეს არის მთელი პრობლემა ხო არა მხოლოდ წერლის, არამედ ზოგადად ვთქვათ ამ ტიპის ადამიანების, ვისაც საზოგადოების ვთქვათ კატეგორიებთან უწევს შეხება, რომ შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება, ხო? აი ჟურნალისტიკაში ზუსტად ეს არის პირველი, რასაც გასწავლიან, შენი ტექსტი, შენი ვთქვათ მასალა აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს რაღაცა მაწვნის გამყიდველიდან დაწყებული, დამთავრებული ვთქვათ. ეგ ფორმულა ჟურნალისტიკაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ლიტერატურაში მე მაგალითად ცოტა სხვანაირად ვხედავ. მაგალითად ჯოის ქონდა ესეთი ფრაზა, რომ დღესო მაშინ წუხდა ამაზე, რომ დღესო ლიტერატურას და ჟურნალისტიკას სამწუხაროდ ბევრი ვერასწრებს ერთმანეთისგანო და ესეთი მაგალითი მოხონდა, რომ აი მაგალითადო თუ ძაღლმა უკბინა ადამიანსო ეს არის რომ წერლის საქმე. აი ხო ჩვეულებრივი სტანდარტული მომენტია, ეხლა ძაღლმა უკბინა ადამიანს, რა არის აქ ისეთი. მაგრამ წერას უნდა შეეძლოს, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტი რაღაც არაჩვეულებრივად, ლიტერატურულად, მხატვრულად გადმოსცეს, ხო? მაგრამ თუ ადამიანმა უკბინა ძაღლსო, ეს უკვე ჟურნალისტიკის საქმეა, იმიტომ რომ ეს არის სენსაცია. ხო და აი ეს განსხვავებაა და დღესაც სამწუხაროდ აი შემიმჩნევია მე, რომ აინტერესებთ ამბები და სენსაცია. ლიტერატურაში, მაგრამ ამბავი ხო ერთჯერადია, ერთხელ ჩაიკითხავ და უკვე იცი ის ამბავი, ხო? და ლიტერატურის ასე ვთქვათ ეს სიტყვა რომ მუღამი იმაშია, რომ სულ უნდა განდომებდეს ის, რომ კიდე მიუბრუნდე ტექსტს, კიდე წაიკითხო და აი ისეთ სტანდარტულ რაღაცაში, როგორიც არის ძაღლმა უკბინა ადამიანს, ყოველთვის რაღაც ახალ-ახალს პოულობს. გასაგებია. აი ამ ხელა გამოწვევების ფონზე, ხო, აი ტექნიკური, ვთქვათ, შესაძლებლობები არსებობს ფაქტობრივად უსაზღვრო, შეგიძლია მთელი ბიბლიოთეკა გქონდეს smartphone-ში, ვთქვათ, ელექტრონული საკითხავი გქონდეს. ნუ არსებობს ტელევიზორი ბუნებრივია, ასევე ინტერნეტი, რადიო, სადაც ჩვენ რადიოს ვიტყვი მაგალითად აუდიო სახით შეიძლება რომ ნებისმიერი ავტორი მოისმინო და გვაქვს ესეთი კარგი პროექტი. როგორ ფიქრობ, მაინც არიან დარჩენილი ადამიანები, ვინც თუნდაც ბიბლიოთეკაში მივლენ, წიგნს გამოიწერენ, რაღაცნაირი დამოკიდებულება, ვთქვათ, ის სუნი, ხო? რაც გვესმის, რასაც ვგრძნობთ, რასაც ვხედავთ, ეს ვთქვათ, რაღაცა სენსიტიურია და ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობენ ასეთები კიდევ? ჩემი აზრით არსებობენ. ახლა ბევრი ესე უყურებს ამ საკითხს, რომ წიგნის დრო თავდება, ასე ვთქვათ, სრულდება და რაღაცა სხვა ცივილიზაციის რაღაცა სხვა ეტაპზე გადავდივართ. მაგრამ ეხლა სამომავლოდ ხა წინასწარმეტყველო რა მოხდება და როგორ მოხდება ძალიან რთულია, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილად არსებობს და რა მეტყველებს ამაზე იხსნება ბევრი წიგნის მაღაზიები არსებობს, შედის ხალხი ყიდულობს წიგნებს, იბეჭდება უამრავი წიგნი, ითარგმნება უამრავი წიგნი და
არსებობს კითხველი, ხო, ხა მოთხოვნა რო არ არსებობდეს, მაინც მოდურია, ასე ვთქვათ, ხო? შეგვიძლია ვთქვათ. კარგი გაგებით, ხო? არა ვთქვათ მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნი იყიდა და შემდეგ აღარა მოიყო ჩანთიდან და დატოვა. ეგ მომენტიც არის, ეგ ყოველთვის იყო, ახლა აი კომუნისტების დროს მისტირის ზოლი, რომ 10,000-ობით ტირაჟი იბეჭდებოდა და ყოველ წიგნი იყიდებოდა და მკითხველი მეტი იყო. ეს რაღაცა ცოტა მითოლოგიურებული მგონია, მაშინაც ცოტა იყო მკითხველი. ბოლოს ოთარ მინდა კითხო შენს გეგმებზე, მე მითხარი ეთერს მიღმა რომ მოთხრობების ლოგიკური გაგრძელება რომანი უნდა ყოფილიყო და არც გამიკვირდებოდა რომ შეეჭიდე ამ საქმეს, თქვათ რა ეტაპზე ვართ. მართლაც რომანის წერა მაქვს დაწყებული, დღესდღეობით მთლიანად ესე აქცენტირებული და კონცენტრირებული ვარ მაგ ტექსტისკენ. ნუ ეს არის როგორი ტიპის რომანი, ესეც მასიური ვერ გახდება, თავიდანვე შეგუებული არ ასე ვთქვათ ამ აზრს. ესეც არის რაღაცა მოდერნისტული ტიპის პროზა, ასე ვთქვათ, ლიტერატურა. ამ რომანს ქვია ბეკეტი და სახელით მიუთითებს, ანუ სემუელ ბეკეტზე მიგვანიშნებს და ეს არ არის ადვილად წასაკითხი ავტორია, ასე ვთქვათ, თვითონ ბეკეტი. და ამ რომანის რაღაცა ნაწილი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალ არილში და ნუ საკმაოდ ჩემდა გასაკვირად სიმართლე გითხრათ საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მოყვა, ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ ტექსტით და მან ძალიან გამახარა სიმართლე და სტიმული მომცა და ახლა რა ეტაპზე ვარ, სადღაც ნახევრამდე ვარ გასული და ვფიქრობ, რომ წელს შევძლებ, რომ ბოლომდე მივიყვანო ეს რომანი და დავასრულო. თუ შვილებმა ამის შესაძლებლობა მოგწეს. არაჩვეულებრივი მეუღლე ყავს, ნინოს მოკითხვა ჩემგან, შენ სამ გოგოს, ფაქტობრივად უმცირესობაში ხარ, მაგრამ გამოდის რომ რასაც აკეთებ, ამით ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულს იმსახურებ, მე წარმატებები მინდა გისურვო. ბუნებრივია და რომანის გამოცემისთანავე ისევ დაგელოდები ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. დიდი მადლობა. მადლობა ოთარ. მე სპეციალურად შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მწერალი ოთარ ჭირკვალიშვილი, ამით დასრულდა ჩვენი დილის გადაცემა. ხვალ ნინო მეუნარგიას დროა, ის ტრადიციულად 8 საათზე გააღებს რადიო იმედის დილის სამინისტროს კარს. მე კი პარასკევს შემოგერთებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა რომ გვისმენდით. ნახვამდის. დილის სამინისტრო რადიო იმედზე.